ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზიაამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. მოსალოდნელია, რომ მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დღესვე გამოაცხადოს განაჩენიც. ჟურნალისტს, რომელსაც ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნას ედავებიან 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მოიყვანეს მზია. მზიაამაღლობელის მხარდასაჭერად ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მოქალაქეები არიან შეკრებილები. ადგილზე იმყოფება ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობა. ბათუმში ჩავიდნენ პროევროპულ აქციაზე დაკავებულების დედებიც. სხდომას ესწრება სალომე ზურაბიშვილი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სოფლის განვითარების პროექტების მართვის მოქმედი უფროსი თორნიკე კაპანაძე თაღლითობის ბრალდებით დააკავა. კაპანაძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული გრანტების ჯამში 800,000-ზე მეტი ლარის თაღლითურად დაუფლებას ედავებიან. თაღლითობის ბრალდებით დაკავებულმა ლაშა ცანავამ დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე თქვა, რომ სუსტმა გათავისუფლების სანაცვლოდ მისი თანაგუნდელის ლევან ხაბეიშვილის ფარულად ჩაწერა შესთავაზა. ეთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 1 და 2 აგვისტოს ღამის საათებში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, სავარაუდოა სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერებაც. გარემოს ეროვნული სააგენტო წერს, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია წყალმოვარდნები და მეწყრულ ღვარცოფული პროცესების ჩასახვა გააქტიურება გამოიწვიოს.